მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურეთ პლატფორმებზე იმედი.gr, MyVideo.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. სოფლის განვითარების აგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განცხადებების მიღებას იწყებს. ამ თემაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სტუმართან და ერთად გავარკვევთ უფრო კონკრეტულად ვისთვის არის ეს დახმარება გათვალისწინებული და როგორ შეიძლება მასში მონაწილეობის მიღება. მიესალმებით სოფლის განვითარების აგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროს თორნიკე კაპანაძეს. მოგესალმებით ბატონო თორნიკე, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა, რომელსაც სოფლის განვითარების აგენტო ახორციელებს, კონკრეტულად იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული ადამიანებისთვის და მოდით ახლა მოგვიყევით კონკრეტულად უფრო მეტად ვის შეეხება ეს დახმარება, როგორ უნდა მოგმართონ ადამიანებმა ამ დახმარების მისაღებად და დაახლოებით როდის გეგმავთ რომ ეს პროცესი დაიწყება და როდემდე გაგრძელდება ასევე ვადებზედაც მივაწოდოთ ინფორმაცია. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც იცით, სოფლის განვითარების სააგენტო სხვადასხვა მიმართულებებით ახორციელებს პროექტს. ამ წლის მარტის თვეში, როგორც გახსოვთ, იყო დიდთოვლობა გურიისა და იმერეთის რეგიონებში, ნაწილი სამეგრელოს ნაწილშიც. სწორედ ამიტომ ჩვენ დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარებისათვის შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა. ეს პროგრამა ეხება სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ 4 პროექტში. ეს არის საპილოტე პროგრამა ქალებისათვის, რომელიც ითვალისწინებდა სასათბურე მეურნეობის დაფინანსებას მხოლოდ ქალებისათვის, სახელიდან გამომდინარე. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის ბენეფიციარების დაფინანსება, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროექტის ბენეფიციარები და შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარები, რომელთაც აქვთ იგივე ფერმის მიმართულებით, სათბურების მიმართულებით და გადამამუშავებელი საწარმოების მიმართულებით აღებული სესხები. ეს პროგრამა ითვალისწინებს ამ პროექტის პირობების მიხედვით, რომელიც ჩამოთვალე, აღდგენითი სამუშაოების დაფინანსებას, მაგალითად, ქალთა სათბურების ბენეფიციარებს, რომლებსაც დაუზიანდათ სათბურები, შეუძლიათ 25,000 ლარამდე მიიღონ დაფინანსება იმ აღდგენითი სამუშაოებისთვის, რომელიც ჭირდება ამ სათბურებს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზრის წვდომის ბენეფიციარებს შეუძლიათ ფერმის დაზიანებისთვის 40,000 ლარამდე მიიღონ დამატებით დაფინანსება, 100,000 ლარამდე შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების ბენეფიციარებს და ზუსტად იგივე ლიმიტებით შეუძლიათ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარებს ისარგებლონ ამ პირობებით. გარდა ამისა, ჩვენ მეორე პროგრამაც ჩაუშვით, რომელიც ეხება უკვე 3 რეგიონს, იმერეთს, გურიასა და სამეგრელოს, მოცვის მწარმოებლებს, რომელთაც დაუზიანდათ ეს ბაღები და სწორედ ამ მიმართულებით ჩაუშვით ეს პროგრამა, საბრუნავი და საოპერაციო ხარჯებისთვის შეუძლიათ ისარგებლონ სუბსიდირებული სესხით, 9% დაუსუბსიდირებს სააგენტო, 18%-დან აღნიშნული ტიპის ბენეფიციარებს. თუ არსებობს უკვე მონაცემი დაახლოებით რა ტიპის ზარალია ამ კუთხით, რაზეც უნდა გასცეთ დახმარება და შემდეგ ჩვენს მსმენელს დამაყურებლებს, რომლებიც ახლა გვისმენენ იმერეთში და გურიაში და აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ სოფლის განვითარების აგენტოს ბენეფიციარები, როგორ მოგმართონ, სად შეიძლება ვთქვათ ეს ინფორმაცია მიიღონ დეტალურად და რა კრიტერიუმებით უნდა დააკმაყოფილონ ესეც რომ ვთქვათ. დიახ, როგორც უკვე აღნიშნე, რამოდენიმე ტიპის ბენეფიციარი გვეყოლება, რამოდენიმე კატეგორიის პროგრამის. ვიწყებთ განცხადების მიღებას 22 ივლისიდან, უკვე შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადები. ჩვენ განაცხადებს მივიღებთ, ასე ვთქვათ, ტრადიციული მეთოდით, შეუძლიათ როგორც ვებგვერდზე გამოვაგზავნონ, იმეილის საშუალებით, ასევე ფიზიკურად მოიტანონ. ჩვენ დაახლოებით მონახაზი გვაქვს, რომ ათეულობით სათბური და ათეულობით ფერმა დაინგრა ამ სტიქიის შედეგად, თუმცა ზუსტი მონაცემები სოფლის განვითარების სააგენტოს არ აქვს. ამ ეტაპზე გამოყოფილი გვაქვს 1 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ზარალი უფრო მეტი იქნება და გამოჩნდებიან ბენეფიციარები, ამის დამატების საშუალება გვაქვს, ანუ ესეც გათვალისწინებული გვაქვს. 22-დან ველოდებით განაცხადებს, ნახავთ თუ რამდენ ბენეფიციარს დაინგრა ამ სტიქიის შედეგად მეურნეობა და დავეხმარებით აღდგენაში. კი ბატონო, 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, საკმაოდ დიდი პერიოდია ეს. ეხლა ავხსნათ რა პროცედურა უნდა გაიარონ ბენეფიციარებმა, რომ მიიღონ ეს დაფინანსება. გარდა იმისა, რა ვთქვათ, სურვილი შეიძლება ჰქონდეთ მათ მიიღონ მსგავსი ტიპის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესი რამდენადაც მე მივხვდი, თავად უნდა უზრუნველყონ რეალურად და შემდეგ მოგაწოდონ მონაცემები ფინანსური ხარჯ
ხარჯი დაგვიწყო ერთგვარი, რომლის დაფინანსებაც მოხდება ამ პროცესის დამთავრების შემდეგ. თუ აი ეს დეტალებიც რომ აგვიხსნათ. პროცედურული ნაწილი ძალიან გავს ჩვენ სხვა პროგრამებს, როგორც სხვა პროგრამების ფარგლებში სწორედ ეს აღნიშნება მოქმედებთ. საწყის ეტაპზე უნდა წარმოადგინოს ბენეფიციარმა განაცხადი და თავმდევი დოკუმენტები. ეს თავმდევი დოკუმენტები არის, რომ მიწის ნაკვეთი იმ კონკრეტულ რეგიონში და მის საკუთრებაშია, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. უნდა კონდეს წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, დაახლოებით რა ჯდება ამ პროექტის აღდგენა, განხორციელება. შემდეგ უკვე, როდესაც სააგენტოსთან გაფორმდება ხელშეკრულება და ბენეფიციარი საკუთარი სახსრებით აღადგენს ამ მეურნეობას და უკვე ზუსტად ეცოდინება თუ რა თანხები დაიხარჯა ამ ყველაფერში, ჩვენ ლიმიტების გათვალისწინებით, რომელიც ჩამოთვალე 25000 ლარი, 40000 ლარი და 100000 ლარი, ამ ლიმიტების ფარგლებში გავცემთ უკვე თანადაფინანსებას. როგორც ნებისმიერ სხვა პროექტში, ახლა ჩვენ ვებგვერდზე რომ შევძანდეთ დაახლოებით 20-მდე პროექტს ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო, დაახლოებით იგივე სტილზე იქნება აქაც განაცხადები. სტანდარტული დოკუმენტაციის ნუსხაა განაცხადთან ერთად, ფორმდება თანადაფინანსების ან დაფინანსების ხელშეკრულება და წინაპირობების შესრულების შემდეგ, ანუ უკვე პროექტის განხორციელების შემდეგ თანადაფინანსებას გასცემს. დროდიდან მიიღებენ ამ დაფინანსებას? როდესაც დაასრულებენ ამ აღდგენას, მომართავენ სააგენტოს და სააგენტო დაახლოებით 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს უკვე თანადაფინანსების გაცემას. თქვენ ახსენეთ, რომ დაახლოებით 1 მილიონი ლარია გამოყოფილი ხო ამ პროგრამის განსახორციელებლად. რა შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ გაიზარდოს ეს თანხა, გარკვეული ვთქვათ კალკულაცია შეიძლება აქამდე არსებობდეს, ვის რა ტიპის დახმარება სჭირდება და დაახლოებით რა მოცულობის არის ეს. აი ეს დეტალიც რომ ავხსნათ, ვთქვათ კონკრეტული ვთქვათ შეზღუდვა იარსებებს თუ არა და დაწესდება თუ არა. მოგახსენებთ. ესე იგი, საგრანტო პროექტების ფარგლებში, როგორიც არის მაგალითად ქალთა სადგურები, როგორიც არის მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის პროგრამა, ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს აქვს მონახაზი თუ რამდენ ბენეფიციარს დაუზიანდა მეურნეობა, თუმცა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ჯერჯერობით ჩვენ ეს მონაცემები არ გვაქვს, რადგან შეღავათიანი აგროკრედიტი ხორციელდება ბანკების მეშვეობით, ბანკებთან ჩართულობით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს 1 მილიონი ლარი არის საწყისი მონახაზი. შესაძლებელია აგროკრედიტის ფარგლებში იყოს უფრო მეტი ბენეფიციარს კონდეს არალი, ვიდრე დღეს ჩვენ ვიცით. ამიტომ მხოლოდ ამ მიზეზით შეიძლება გაიზარდოს ბენეფიციარების რაოდენობა. რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მზად ვართ. მომართვიანობის ფანჯარაც იმიტომ ავიღეთ ამ ხელა, რომ თუ გამოჩნდებიან ბენეფიციარები, რომლებსაც დაუზიანდათ ეს და ვერ გაიგეს, არ იცოდნენ ამ დროის განმავლობაში მიიღონ ეს ინფორმაცია, შეუძლიათ რომ შემოიტანონ განაცხადი და ისარგებლონ პროგრამით. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ჩვენი მაყურებელი და მსმენელი, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისიდან დაიწყება ამ განაცხადების მიღება და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით. თორნიკა, იცით რა საინტერესო ვთქვათ სიტუაცია შეიძლება შეიქმნას. ადამიანები, რომლებიც ამ დახმარებას მიიღებენ, ეს თავისთავად ძალიან საჭიროა მათთვის, მაგრამ შემდეგ ვთქვათ კვლავ შეიძლება გაჩნდეს იმის სურვილი და მინიმუმ შეკითხვა, რომ რამდენად შეიძლება ვთქვათ დროთა განმავლობაში ეს პროცესი გაგრძელდეს, იქნება ეს ერთჯერადი დახმარება, ვთქვათ თუ კიდევ შეიძლება რომ რაღაცა პროცესი ვთქვათ ამ კუთხით რამდენჯერმე მაინც განხორციელდეს. აქ რა დათქმა, ესეც რომ ავხსნათ კონკრეტულად. ანუ ამ შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება, რა ზარალიც მიიღო ბენეფიციარმა, ჩვენი ლიმიტების ფარგლებში შეგვიძლია რომ დავეხმაროთ და ამის შემდეგ უბრალოდ ვალდებულებები უჩნდება ბენეფიციარს, როგორც პროგრამის ფარგლებში ექნებოდა რომ შეინარჩუნოს პროფილი და ოპერირება მოახდინოს ამ ფერმერული ბიზნესის, სააგენტოს მხრიდან დახმარება ამ შემთხვევაში ამ პროგრამის ფარგლებში.